კითხვით დავიწყო, კი ბატონო. ქალბატონი სალომე არის პრეზიდენტი, რომელიც მოქმედებს მანამ სანამ საქართველოში არ ჩატარდება არჩევნები და ამ არჩევნების შედეგად არ მოხდება კანონიერი ხელისუფლების ფორმირება. მანამდე ის ჯგუფი, რომელიც მართავს რაღაც ძალოვან პროცესებს საქართველოში, არ წარმოადგენს არც პრემიერ-მინისტრი. მე არ მესმის რატო არის ეს მარტო პრეზიდენტთან მიმართებაში. რეალურად ეს არის პრეზიდენტთან მიმართებაში, რეალურად ეს არის პრემიერ-მინისტრთან მიმართებაში და აგრეთვე მინისტრებთან მიმართებაში და დეპუტატებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ხელისუფლების ფორმირება ხორციელდება პარლამენტის მეშვეობით დღეს საქართველოში და აქედან გამომდინარე აქედან გამომდინარე ესე იგი ეს პროცესი ვრცელდება როგორც დეპუტატებზე, შესაბამისად მინისტრებზე და შესაბამისად პრემიერ-მინისტრზე და შესაბამისად აგრეთვე პრეზიდენტზე. ასე რომ ყველა ხელისუფლების ყველა შტო, რომელიც ფორმირებულ იქნა არა ლეგიტიმური არჩევნების შედეგად, არ არის ლეგიტიმური. შესაბამისად მე ქალბატონ პრეზიდენტს მოვიხსენიებ როგორც პრეზიდენტს, რომელიც აგრძელებს თავის უფლებამოსილებას, ხოლო იმ ადამიანს, ვინც ასე ვთქვათ, აი ამ რაღაცა ფარსის შედეგად დაასახელეს თუ რაღაცა რიტუალი ჩაატარეს ინაუგურაციის, არ მოვიხსენიებ უბრალოდ პრეზიდენტად და საქართველოს დღეს ყავს მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც აგრძელებს თავის უფლებამოვალეობას და შესაბამისად მე თუმცა აღიარებთ თუ არა მოცემულობას, რომ მაგალითად გარკვეული კანონები შევიდა ძალაში, მასზე მოაწერა ხელი ყაველაშვილმა და ის შევიდა ძალაში, სალომე ზურაბიშვილი როგორ აგრძელებს უფლებამოსილებას? არა, არანაირად. ეს არ არის კანონები, რომლებიც კიდევ ერთხელ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ლეგიტიმაციის წყარო ქვეყანაში, ასევე დემოკრატიული ხელისუფლების განხორციელების წყარო არის ხალხი. ანუ ხალხმა უნდა აირჩიოს დეპუტატები. დეპუტატები საქართველოში ირჩევენ შემდეგ მთავრობას და სავარაუდოდ იღებენ კანონებს. შესაბამისად და მე ამ კანონებს ასე ვთქვათ პრომულგაციის პროცესით ხელს აწევს პრეზიდენტი. მაგრამ ეს ყველაფერი არ ხდება, იმიტომ რომ თვითონ პროცესი თავიდან ბოლომდე დელეგიტიმიზირებულია. იგივე წარმატებით მათ შეუძლიათ მიიღონ კანონები, რომლებიც იმოქმედებს შეერთებული შტატების, მადაგასკარის, ავსტრალიის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. რეალურად ხელისუფლების ყველა შტო, რომელიც სათავეს იღებს 26 ოქტომბრის არჩევნებით, თქვენთვის არის უკანონო, არაღიარებული, არალეგიტიმური. ხომ ამ შეფასებით ხელმძღვანელობთ? დიახ, ზუსტად ასე. ეს არის ამოსავალი, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურად არის წარმოქმნილი, მის მიერ წარმოქმნილი შტოებიც ვერანაირად ვერ იქნებიან ნაწილობრივ ცოტა მაინც ან გარკვეულწილად ლეგიტიმურები. ეს არის ბუნებრივი ლოგიკა დემოკრატიის. ეხლა შესაძლებელია მაგალითად ჩვენ ვისაუბროთ იგივე დავუშვათ რაღაცა სხვა ორგანოებზე, რომლებიც ასევე საეჭვო წარმოშობის არიან, საეჭვო პოლიტიკური მიდრეკილებები აქვთ, არადემოკრატიულად იქცევიან, მაგრამ მათი ლეგიტიმაციის საკითხი დღესდღეობით არ დგას, მაგალითად თვითმმართველობის რომ ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ მეტნაკლებად ანუ კახი კალაძეა ყველაზე ვთქვათ ლეგიტიმური პერსონა დღეს ოცნების მმართველობის პირობებში. თქვენი ლოგიკით დაახსნით, რასაც გვიხსნით. არა, ქალბატონი პრეზიდენტია ყველაზე ლეგიტიმური, რადგან ის არის არჩეული საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ. ხოლო კალაძე იქნება თუ სხვა თვითმმართველობის წევრები ან საკრებულოები, მათ გააჩნიათ გარკვეული ლეგიტიმაცია, მაგრამ ეს სხვა თემა არის. მაგრამ 26 ოქტომბრის შედეგად წარმოქმნილი სტრუქტურები და მათ მიერ შექმნილი ხელისუფლების სხვა შტოები და ვისაც ისინი არ დანიშნავენ, დაუშვათ რამე შეიძლება რაღაცა დანიშნვის პროცესი იყოს, რომელიმე კიდე ახალი შტოსი ან მოსამართლის ან არ ვიცი რა არის დღის წესრიგში, ყველა იქნება არალეგიტიმური. კი ბატონო, სხვათა შორის შეიძლება ეს არ არის ახლა სიტუაციური პარალელი
ნამდვილად არ არის, ეხლა სულ სხვა სიტუაცია, მაგრამ მაინც გამახსენდა 2018 წლის არჩევნები, როდესაც ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, მას მისი მთავარი კონკურენტი არჩევნებში და იმ კონკურენტის პარტია დიდხანს ეძახდა არალეგიტიმურს. შეიძლება ეს რაღაცნაირად ამ ტიპის პარა არსებობს, მაგრამ ვიღაცისთვის შეიძლება ეს მისაღებია ეს არჩევნები ლეგიტიმურია მიხეილ ყაველაშვილი. აი ამ ეს დილემა ქვეყანაში თქვენი აზრით როგორ უნდა გადაიჭრას? თუ ვერ ხედავთ ამ ტიპის დილემას, რომ არის ხალხი, ვისთვისაც სალომე ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტია და მიხეილ ყაველაშვილი მოქმედი. აი როგორ შეიძლება ამ კრიზისის, მათ შორის ლეგიტიმაციის, მათ შორის აი სახელდებების და მათ შორის კრიზისი პოლიტიკური, რომელიც ჩანს აშკარად სახეზეა, ყველაზე უმტკივნეულოდ გადაიჭრას. მე შეიძლება შენ არ მომწონდე როგორც პრეზიდენტი, მე შეიძლება ჩემთვის არ იყო მისაღები, მაგრამ ლეგიტიმაციის თემა დემოკრატიაში გამომდინარეობს რამდენიმე ასპექტიდან. პირველი ეს არის საზოგადოება მიგიღებს თუ არ მიგიღებს და ის რომ ქართული საზოგადოება ამ მოპარულ არჩევნებს არ იღებს, ეს ერთი მომენტია, რომელსაც ზურგს უმაგრებს არაერთი დამკვირვებლის მიერ მოწოდებული შეფასება ამ მოპარული არჩევნების შესახებ. ამას აგრძელებს ჩვენი პარტნიორების მიუღებლობა ამ არჩევნების მიმართ. ანუ თქვენმე ჯიბიდან მომპარეთ თუ არა საფულე, რომელიც თქვენ ხელში გიჭირავთ და თქვენ შეიძლება ამოვიდეთ, რომ ეს ჩემი საფულეა, გამომდინარეობს იქიდან, რამდენად მე მაქვს მტკიცებულებითი ბაზა და რამდენად ადამიანებს ესმით ჩემს ირგვლივ, თქვენ იქურდეთ თუ არ იქურდეთ. აი ამაშია საქმე ხა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ქართულმა ოცნებამ იქურდა. შეიძლება მე ძალიან მომწონდეს ქართული ოცნება. შეიძლება მე რაღაცა მიდრეკილი ვიყო მათი საკადრო პოლიტიკის მიმართ, მაგრამ შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ეს ქურდობა არის დღეს ფაქტიურად ტოტალური. ხო ჩვენ ხო ხედავთ, რომ სულ რამდენიმე ქვეყანამ მიულოცა მათ არჩევნები, რამდენიმე ქვეყანამ მიულოცა შემდეგ მათ მიერ წარმოქმნილ სტრუქტურებს, ასე ვთქვათ, გამთავრობება. აქ არის კი ბატონო, აი ეს ლეგიტიმაციის კრიზისის ნიშნები მაგალითად მათი მხრიდანაც ჩანს, როცა მე ვახსენე კანცელარიაში მისულ ჟურნალისტს ეკითხებოდა კობახიძე, რომ აი თქვენ ჩემთან როგორც პრემიერთან მოხვედით თუ არა, ანუ აი ეს ამ ტიპის კომპლექსი მოკლედ იკითხება მათ განცხადებებში. კომპლექსი ბევრი მიზეზით შეიძლება კონდეს ეგრეთ წოდებულ თანამდებობის პირს, რომელიც თავის თავს პრემიერ-მინისტრს უძახის პირველ რიგში, შეიძლება კომპლექსი იმიტომ კონდეს, რომ მას ის ვინც მას ძალაუფლება მისცა, თავად ის არ ეძახის მას პრემიერ-მინისტრს და როგორც წინა პრემიერთან მიმართებაში მან თქვა გინდა პრემიერ-მინისტრი დაუძახეთ და გინდა რაც გინდათ დაუძახეთო, კომპლექსების წყარო მან ძალიან ბევრია. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ არა დავუშვათ მათ პიროვნულ განცდებზე, არამედ იმაზე, რომ ჩვენი პარტნიორები, ქართული საზოგადოება რას ნიშნავს ლეგიტიმაცია? აი, მოდით აი ამას შევხედოთ. ლეგიტიმაცია ნიშნავს იმას, რომ როდესაც მე კონკრეტულ გადაწყვეტილებას ან კონკრეტულ პოზიციას ვაფიქსირებ, ამ ჩემ პოზიციას მხარს ამ ჩემ პოზიციას კანონიერად და აღსრულების ღირსად თვლიან ჩემი პარტნიორები ქვეყნის გარეთ და თulis მოსახლეობა ქვეყნის შიგნით. მათ შეიძლება ეს არ მოსწონდეთ, მაგრამ ისინი თვლიან ამას აღსრულების ღირსად. და მოდით ახლა შევხედოთ ვითარებას. რაიმე გადაწყვეტილება, რომლებსაც ეს ადამიანები წარმოქმნიან ან გადაწყვეტენ, წარმოგიდგენიათ, რომ რომელიმე მათი კანონი, რომელიმე მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიმე ადამიანმა საქართველოს ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ ჩათვალოს კანონიერად. მათ შეიძლება იგივე დაუშვათ აი ეს რაღაცა კომედია, რაც მათ განახორციელეს ამ პირბადეებთან, პიროტექნიკასთან, თავისთავად ეს ცოტა კომიკური კომედი შოუს თემაა, მაგრამ კომიკურს ვეძახით, მაგრამ ხომ შეიძლება აღასრულონ, დააკავონ, დააჯარიმონ, აი დიანა, ნახეთ რაშია საქმე. კანონი, როდესაც მიიღება, ამ კანონის აღსრულება არ არის გათვალისწინებული იმაზე, რომ შენ
დაგაძალებენ და დაგსჯიან. როდესაც კანონი მიიღება ლეგიტიმურად, კანონს 99% მოსახლეობისა იცავს, იმიტომ რომ მათ მიაჩნიათ, რომ შენ გაქვს ლეგიტიმაცია, არსია ამაშია, მათ მიაჩნიათ, რომ შენ ლეგიტიმური ხარ, რომ შენ გაქვს უფლება მათ აუგზავნო, ან პირბადე, ან ლაზერი. ამ ყველა კანონის აღსრულებას, რომლებსაც ისინი იგონებენ, ეს არ არის კანონი, ეს არის ძალადობის ფორმა. არა იმიტომ, რომ ეს არასწორია. უბრალოდ რადგან მათ ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ. შესაბამისად, ერთი არის რომ მათ შეუძლიათ დაუშვათ ვიღაცა დააკავონ და ამის გამო დასაჯონ, მაგრამ არსი და აზრი მდგომარეობს იმაში, რომ კანონიერად ეს არ მიაჩნია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. კანონიერად ეს არ მიაჩნიათ ჩვენ პარტნიორებს. აი ლეგიტიმაცია აი ასეთი სპეციფიკის მატარებელია, რომ ხალხი გიჯერებს, იმიტომ რომ მიაჩნია, რომ შენ უფლება გაგაჩნია ამის თქმის. დღეს მათ უფლებას არავინ აღარ აღიარებს, ელემენტარულად მათ შეუძლიათ რაღაცა ტიპის ძალადობა განახორციელონ, მაგრამ ისინი რომ კანონიერები არიან, ამას აღარ აღიარებს არავინ. ხედავთ ალბათ ეს რა ტიპის კრიზისზე მიანიშნებს ახლა თქვენი სიტყვებით რომ აღწეროთ რეალობა, როგორ შეიძლება ეს კანონიერ ხელისუფლებას რომ ახსენებთ და არაკანონიერს რაღაც ძიმე ეპოქის ანალოგიაა ჩვენ გვახსოვს ყველას ეს ეპოქაც ქართულ სინამდვილეში როგორ შეიძლება აი როგორ გესახებათ ახლა კიდევ დაუბრუნდები ეს კითხეთ ამ კრიზისის დაძლევა ივანიშვილი როგორც გადაწყვეტილების მიმღები მთავარი პირი აქციებით ქვეყნის შიგნით სანქციებით ქვეყნის გარედან შეიძლება რაღაც ამ ფორმულით მივიდეს ახალ არჩევნებამდე როგორც კრიზისის განმუხტვის ყველაზე ნაცად საშუალებამდე კი ბატონო მე შემიძლია გითხრათ რომ ანალოგია საქართველოს ბოლოდროინდელ ისტორიაში არ მახსენდება მე მახსენდება გაერთიანებული საზოგადოება ეროვნული მოძრაობის დროს მაგრამ რეალურად არანაირი მხარდაჭერა ქვეყნის გარეთ. მე მახსენდება მხარდაჭერები ქვეყნის გარეთ ბევრად ნაკლები სხვა პერიოდებთან მიმართებაშიც, მაგრამ ასეთი თანხwebdriver ერთდროული საზოგადოების გაერთიანებისა და საგარეო მხარდაჭერის უბრალოდ არ ყოფილა. ასე რომ შემიძლია გითხრათ რომ ისტორიულად ის რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება, ეს არის როგორც აი ფიზიკის კანონი. რომ ეს მოხდება. მე ვერ გეტყვით ეს როდის მოხდება, მე ვერ გეტყვით იმას რა ფას გადავიხდით ჩვენ როგორც საზოგადოება ამაში ყველაფერში, იმიტომ რომ აბსოლუტურად განუსაზღვრელ პერსონაჟებთან გვაქვს საქმე, მაგრამ შემიძლია გითხრათ შემდეგი, რომ ასეთი ტიპის მზაობა, რომ შეიცვალოს ხელისუფლება საქართველოში ჯერ აქამდე არ ყოფილა. შესაბამისად ეს მოხდება. ახლა სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ ივანიშვილი არის მარტო ამ პროცესში, მას არ გააჩნია ისე როგორც დაუშვათ შევარდნაძეს გააჩნდა, ან სააკაშვილს გააჩნდა გუნდი პოლიტიკოსებისა, რომელიც იფიქრებდნენ პოლიტიკაზე და ნება ეკნებოდათ იმისა, რომ რაღაცა პოზიცია დაეფიქსირებინათ. იფიქრებდნენ პოლიტიკაზე, იფიქრებდნენ საკუთარ თავზე. მოკლედ, ამ შემთხვევაში ის მარტოა და მისი ბედიც ასევე სავარაუდოდ მარტო შეიძლება გადაწყდეს და ამ ადამიანების ბედი რომლებიც უბრალოდ ფიზიკურად მარტო არ არის, ანუ პოლიტიკურად მარტოა? ანუ კიდევ არიან ვიღაცები, ხო, გადაწყვეტილების მიღების ნაწილში არის მარტო. იმიტომ რომ ნებისმიერ პოლიტიკოს ვინც დაუშვათ ცვლიდა ხელისუფლება იქნებოდა ეს სააკაშვილი თუ იქნებოდა ეს შევარდნაძე, ცუდი, კარგი რაღაცა ტიპის პოლიტიკური გუნდი იყო მის ირგვლივ, რომელთაც ასევე ჰქონდა თავიანთი პოზიცია საკუთარ მომავალთან მიმართებაში და ქვეყანასთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში ეს არ არსებობს. მეორე მომენტი არის შემდეგში, რომ მე არ მგონია, რომ ივანიშვილს აქვს უკან დასახელი. შესაბამისად, სანქცია იქნება თუ რაღაცა ტიპის ზემოქმედება იქნება მასზე. მე ვფიქრობ, რომ მას ბევრად უფრო მეტი აქვს დასაკარგი პუტინთან, ვიდრე მას აქვს დასაკარგი თავის შესაძლებლობებთან სანქციებთან მიმართებაში. ანუ სიცოცხლე და ფინანსები ასეთი გამოწვევაა მის წინაშე.
სავარაუდოდ მე ამას ვერ ვამტკიცებ, მაგრამ იმ ხარისხიდან რომელშიც ის უკვე შევიდა, მე ამისი ეჭვი მიჩნდება. და აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ივანიშვილზე უნდა გქონდეს აქცენტი. მე მგონი თავად და არც იმ ახლო გარემოცვაზე, რომელიც მას ყავს, რომელიც ერთის მხრივ არიან აბსოლუტურად არც იციან რაში არიან და მეორეს მხრივ არიან სერიოზულად დაკავებულები, ასე ვთქვათ, მიჯაჭვულები მის გავლენაზე. შესაბამისად, მე ვარაუდობ, რომ რეალურად ხელისუფლების ჩამოშლა დაიწყება საშუალო რგოლიდან და თუნდაც დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ საშუალო რგოლთან მიმართებაში რა ტიპის დევნაც მიმდინარეობს, ეს მეორეს მხრივ ამ ჩემ ვერსიას ადასტურებს. ანუ არის საშუალო რგოლი, რომელიც არც ისე კორუმპირებულია, არც ისე მიბმულია, არც ისე დაშინებულია, რომელიც იაზრებს თავის პრობლემას, რა რეალობაში შედის, რა საფრთხების წინაშე დგება და ეს საშუალო რგოლი რეალური აღმასრულებელი რგოლი, იმიტომ რომ მინისტრი ვერ ახორციელებს ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესებს, ყოველდღიურ აღმასრულებელ პროცესებს ამ საჯარო სექტორის გარეშე, კი ბატონო, თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ასე შემდეგ არ აღასრულებენ ამას. აი აქ ვხედავ მე ბზარს, რომელიც გაჩნდება და რომელიც რეალურად გადატეხავს სისტემას და გადატეხავს ჩამოშლა ეს სხვათა შორის ზურაბიშვილმაც ახსენა, ან 29-მდე მოდით და ვილაპარაკოთ და დავნიშნოთ, ან ასხლა, ან იქნება ჩამოშლა. თქვენც ფიქრობთ, რომ ეს იქნება, ეს თქვა ჩამოშლის ვერსიისკენ მიდიხართ. აუცილებლად მინდა კითხოთ ძალიან ბევრი წერს არსებული პოლიტიკური კლასის, ანუ ალტერნატივის პრობლემაზე. აქ თქვენ როგორ უყურებთ ვითარებას და ზურაბიშვილის როლს ამ სიტუაციაში როგორ ხედავთ? ანუ ის თავად რამდენად შეიძლება გარკვეულ, თქვათ, ჯგუფთან ერთად იყოს აი ამ ალტერნატივის ნაწილი, რომელიც უფრო მკაფიო სურათს დაანახებს იმ ამომრჩეველს, რომელსაც შეიძლება ოცნება არ მოსწონთ, მაგრამ დიდი ბოდიშით და ვერც სხვა პოლიტიკურ ძალებში ვერ დაინახა რაღაც მისი ჩანაცვლების რესურსი. ასეთი ადამიანებიც ხომ არიან? კი ბატონო, როგორ არ არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა ეს არ არის მიმდინარე პოლიტიკური დღის წესრიგის საქმე. ქალბატონი პრეზიდენტი ახორციელებს თავის უფლებამოსილებას და მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობაში. რას იზავს პოლიტიკური კლასი დღეს? ჩვენ ვიცით უკვე იმ რეალობის წინაშე ვდგევართ, რომ პოლიტიკური კლასი არ არის ამ პროცესის ავანგარდში, არამედ რამდენადაც შეუძლია და ძალიან სინდისიერად მიყვება ამ სწორ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დინებას. დღეს ჩვენ ხო არჩევნებზე არ ვლაპარაკობთ, დღეს ხო არის უბრალოდ ზურგის შეტრიალება ამ რუსული რეჟიმის, საოკუპაციო რეჟიმის მიმართ. ეხლა არც ერთი ის ადამიანი, რომელიც მაგალითად მიტინგზე გამოდის და ამბობს, რომ მას პოლიტიკური ლიდერები არ ყავს და ის პოლიტიკოსების გამო არ გამოდის, არც ერთი ეს ადამიანი არ ამბობს, რომ არ წავიდეს ქართული ოცნება. ქართული ოცნება უნდა წავიდეს, ამაზე არის კონსენსუსი, თორემ მე რომელი პარტია და რომელი პოლიტიკური ჯგუფი შეძლებს, რომ მეტი ნდობა დაიმსახუროს, ამას ჩვენ ვნახავთ შემდეგ. ჩვენ მივედით იმ მომენტამდე და ეს მომენტი განაპირობა, რა თქმა უნდა, ივანიშვილის და აი ამ ქართული ოცნების აბსოლუტურად სიურეალისტურმა პოლიტიკურმა გეგმებმა, რომ პოლიტიკური კლასი მათ დაასუსტეს და შედეგად ესეც ხო ანაბანაა პოლიტიკის. პოლიტიკურ კლასს რო დაასუსტებ, მიიღებ იმას, რაც მიიღეს. ხო, მიიღეს სრულიად საჯარო, საერთო სახალხო გაერთიანება, რომლებსაც ვერაფერს ვერ უშვებიან, ვერც მოლაპარაკებებზე ვერ უჯდებიან, ვერც ატყუებენ რაღაცა სქემებით და ფანდებით და ეს არის ის, რაც მათ წალეკავს. ეხლა ვინ იხეირებს ამის შედეგად, რომელი პოლიტიკური ძალა ან გაერთიანება, ეგ ხვალინდელი და ზეგინდელი თემაა, მაგრამ დღეს მე მაინც მინდოდა, ვინაიდან ეს ამ წლის პირველი ეთერია და პირველი ინტერვიუ, რაღაცნაირად წლის თქვა თავარ თემაში აუცილებლად სადღაც შეიძლება დაგვეწიოს არჩევნები და შესაბამისად აი ეს დილემაც, რომელზეც ბევრი წერდა სხვათა შორის სოციალურ ქსელში, მაინც საზოგადოებრივი აზრის, თქვა შემქმნელები და ამიტომაც მინდოდა თქვენი აზრი ამ თემაზე
თემაზე კი მომესმინა. ბატონო დიანა მე რისი თქვა მინდა აუცილებლად დაგვეწევა არჩევნები და აუცილებლად ის კითხვა რომელი პოლიტიკური კლასი იქნება დომინანტი და ვინ რა როლს ითამაშებს იქნება რელევანტური ოღონდ დღეს ეს არ განაპირობებს რისი თქვა მინდა და რას მინდა ხაზი გაუსვა დღეს ეს არ განაპირობებს პროტესტს და ეგ არის მნიშვნელოვანი რომ დღეს პროტესტს განაპირობებს არა ქართულ ოცნებას და არა ის რომ მოდი მე ძალიან მომწონს რომელიღაცა პოლიტიკოსი და მოდი მე მას მის გამო ვდგევარ ქუჩაში. აი ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც შეცვლის ამ ხელისუფლებას, ხოლო მერე რა თქმა უნდა, კარგი იქნება რომ პოლიტიკური ძალები იყვნენ კარგად კონსოლიდირებულები და ჩამოყალიბებულები. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გილოცავთ ახალ წელს ისეთი ახალი ისეთი ვითარება იყო რომ რაღაცნაირად ეს შეგრძნება ახალ წელს ცოტა მიქრჩა და გილოცავთ არა ნება მომეცით პირიქით კი ბატონო ისეთი დღესასწაული რაც მოხდა ახალ წელს მე ვფიქრობ რომ აი რაღაცა უმნიშვნელოვანესი მოხდა ჩვენ საზოგადოებაში და აი ის დღესასწაული არის ჩემი აზრით ვისაც ხვდები და ვინც იქ იყო აი დღემდე დააქვთ ეს სიხარული იმ დღის. კი ბატონო, გილოცავთ და მინდა რომ ყველას ერთად ყველაზე მთავარი რაც არის ალბათ არ ვიცი. მე პირადად სულ მაქეს განცდა, საერთოდ არ მაინტერესებს რა ერქმევა ან პრეზიდენტს, ან პრემიერს, ან პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელი პარტიის იქნება თუ ასე შემდეგ. მთავარი ამოცანა უნდა იყოს ყველასი რომ რაღაც კარგი ქვეყნის აშენება შევძლოთ ყველამ ერთად და ჩვენ ახლა ვაშენებთ ამ ქვეყანას რეალურად ის რაც ხდება საქართველოს ქუჩებში ამ ქვეყნის აშენება ნამდვილად აი ერთმნიშვნელად ესე ძალიან ჩვენ ეს ქვეყანა არ გვიშენებია კარგახანია ის რაც ხდება ამ ქუჩებში ეს არის ამ ქვეყნის შენებლობა რეალურად აი ახლა ძალიან დიდი ტემპებით შენდება ეს ქვეყანა აი ამ ქუჩებში აი ამ საზოგადოების მიერ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ თელ ოჯახს. მადლობა გიორგი მარგველაშვილი იყო ჩვენი